დიფერენციალური ამომთველი, უზო და დამიწება. ამ სამივეს აგიხსნი მოკლედ ამ ვიდეოში. ეს არის დიფერენციალური ამომთველი მუშაობს გაჟონვაზე, დამოკლებაზე და გადატვირთვაზე. ანუ ეს არის კომბინირებული დიფერენციალური ამომთველი. ეს კი არის RCCB ან RCCD. ეს არის იგივე დიფერენციალური ამომთველები, რომელიც მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ გაჟონვაზე, ანუ საქართველოში გავრცელებული ტერმინი უზო. ეს კი გავრცელებული ტერმინი დიფი, ანუ რომელიც მუშაობს გაჟონვაზე და გადატვირთვაზე. მსგავსი ფორმის არსებობს დიფიც და არსებობს უზოც. რაც შეეხება ახლა დიფერენციალური ამომთველის სწორ დასახელებას, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის RCBO. RCBO ეს არის კომბინირებული დიფერენციალური ამომთველი. რას აკეთებს ახლა თითოეული მათგანი, მოდი ვნახოთ. ჩვენ გვაქვს ჩართული ელექტროენერგია, დიფერენციალური ამომთველი, ეგრეთ წოდებული უზო, RCCB. როდესაც ის აღმოაჩენს ქსელში ელექტროენერგიის გაჟონვას, მხოლოდ ელექტროენერგიის გაჟონვას და სხვა რამე ფუნქციას, ამ შემთხვევაში ის ქსელს გათიშებს და ჩვენ გვიცავს ელექტრომუხტისგან და ჩვენ ელექტრომოწყობილობებს დაჯანებისგან. მას აქვს ტესტღილაკი და ტესტღილაკზე თითის დაჭერით ქსელი გაითიშება. ანუ მან აღმოაჩინა ეს გაჟონვა და გათიშვა. ანუ ტესტღილაკი ჩვენ გვჭირდება პერიოდული შემოწმებისთვის, რომ გავიგოთ მუშაობს თუ არა ეს მოწყობილობა, ეს ამომთველი. ამ შემთხვევაში მუშაობს, გავუშვათ ისევ ქსელი. ეხლა რა ფუნქცია აქვს დამიწებას? თუ ჩვენ არ გვაქვს ჩვენ დიფერენციალური ამომთველები და გვაქვს მარტო დამიწება. ამ შემთხვევაში ჩვენი სხეული იგრძნობს დენის გაჟონვას, მაგრამ ეს არ იქნება მომაგდინებელი, უბრალოდ დენს გაიტანს ნიადაგში და ასე იმუშავებს პერიოდულად, ადამიანი დაცული იქნება ელექტროენერგიის მუხტისგან, თუმცა რაღაც დონეზე შეიძლება იგრძნოს. მოდი ახლა ავხსნათ მარტივად. ტრაპის პრინციპით. აბანოში თუ წყალი ჟონავს, იღვრება და გაქვთ ცენტრალური ტრაპი და იმ რაოდენობის წყალი ჟონავს, რომლის სრულ გატარებას ტრაპი ვერ ახერხებს და თქვენ თუ იმყოფებით აბანოში, მარტივად რომ დავუკვირდეთ, შეიძლება იგნოთ ფეხზე სისველი, მაგრამ წყალში არ დაიხჯობით, თქვენი ბინა წყლისგან არ გაფუჭდება, რა ტრაპი ამ წყალს ატარებს, მიდის და მიდის, მიდის და მიდის. ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს დამიწებაც. მუხტი გადის, იმუხტება ნიადაგში და თქვენზე თუ გადმოვიდა, შეიძლება იგრძნოთ, მუხტი სადღაცას მიდის, მაგრამ არ კლავს, იმიტომ რომ ის არ არის საზიანო. ან შეიძლება ვერც იგდას თქვენზე დამოკიდებული. ეხლა რაც შეეხება ერთად თანაარსებობას, უნივერსალური ელექტრული გადაწყვეტილება რა არის, როდესაც დიფერენციალური ამომთველი და დამიწება ერთად გვაქვს. ბევრმა ეს არ იცის, ბევრი ამას სწორად ვერ ხსნის, შეკითხვაზე პასუხი საჯო, ხო, კარგი ორივე ერთად არსებობს, მაგრამ რატომ ეს არის მნიშვნელოვანი? ეს არის ელექტროენერგიის უდიდესი ინჟინერული გადაწყვეტილება. როდესაც დამიწება გვაქვს და როდესაც გვაქვს ჩვენ დიფერენციალური ამომთველი და მოხდება ელექტროენერგიის გაჟონვა, სანამ აღმოაჩენს ამას ადამიანი თავის შეხებით და ამ შეხების შემდგომ დიფერენციალური ამომთველი, უკვე დამიწება წაიღებს თავისკენ, ქსელიდან გავა მუხტი, ანუ დიფიდან გამოსული მუხტი, დიფი იგრძნობს, რომ თავისი მუხტი სადღაცას წავიდა, მან დაკარგა ეს მუხტი, ანუ დამიწებამ თავისკენ წაიყვანა, ამ შემთხვევაში ის აღმოაჩენს ამას და გათიშებს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ელექტრომუხტი სანამ ადამიანზე გადმოვა, სანამ ადამიანი ამას შეეხება, ის უკვე გათიშულია. ეს პრინციპი აქვს დამიწებას. ჩვენ სწორად რომ გავიაზროთ. დამიწების და დიფერენციალურის ერთად მუშაობის პრინციპი ის არის, რომ სანამ თუნდაც ელექტრომოწყობილობა მიხვდება, რომ მასზე მუხტი გადმოვიდა, სანამ ადამიანი მიხვდება, რომ მასზე მუხტი გადმოვიდა, ქსელიდან დენი გათიშული იქნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი